ჯონი, მადლობა თანამშრომლობისთვის. CIA-ც საოცარი და უწყვეტი პარტნიორობა. ამერიკელები და განსაკუთრებით ჩვენი მამაცი სამხედროები ამ აღდგომის კვირას შეერთებული შტატების შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რატომ ვართ მსოფლიოს უდიდესი საბრძოლო ძალა. ორი გამორჩეული საბრძოლო საძიებო სამაშველო ოპერაციის დროს, რომლებიც მტრის ტერიტორიაზე ირანში ჩატარდა, ჩვენსმა მებრძოლებმა საოცარი ოსტატობით, სიმამაცითა და სიზუსტით შეასრულეს მისიები. როცა მებრძოლებს პრეზიდენტი ანთავისუფლებს, ისინი დაუმარცხებლები ხდებიან. როცა ამერიკელი მფრინავები მტრის ტერიტორიაზე ჩამოვარდნენ, ჩვენსმა ძალებმა და პრეზიდენტმა არ იყოხმანეს. სპეციალური ოპერატორები, ელიტური ეკიპაჟებისა და დაზვერვის პროფესიონალების მხარდაჭერით სწრაფად და გადამწყვეტად დაიძრნენ მოღალატე მთიან რელიეფზე, მუდმივი საფრთხის ქვეშ. ირანის ძალები ახლდებოდნენ. საბოლოოდ ეს ირანული მუქარა უძლური აღმოჩნდა. და დღეს როგორც CIA-ის დირექტორმა აღნიშნა, ირანის არმია და ჩვენ ეს ვიცით, დამცირებული და შერცხვენილია და ასეც უნდა იყოს. ეხლა ეს ჩვეულებრივი ოპერაციები არ იყო. ეს იყო მაღალი რისკისა და მაღალი ღირებულების მისიები, რომელიც მტრის ტერიტორიის გულში ჩატარდა. ეს მხოლოდ მცირე წინსვლა არ ყოფილა ირანში. ეს იყო ღრმა შეჭრა ირანში, რომელიც მოიცავდა კოორდინირებულ თავდასხმებს, საფრთხეების ჩასახშობად და მოტყუების ტაქტიკას ჩვენი ჯგუფების დასაცავად. და სრული სინქრონიზაცია სახაერო, სახმელეთო და სპეციალურ ოპერაციებს შორის. ირანელები ჯერ კიდევ ახლად ითხოვენ, როგორ მოახერხეს ამერიკელებმა ამის გაკეთება. დამარცხებულმა მფრინავმა შეძლო ტყვეობას, თავი დაეღწია ერთ დღეზე მეტი ხის განმავლობაში, გადალახა კლდოვანი ქედები, მაშინ როცა მტერი მას დასდევდა. როდესაც ბოლოს და ბოლოს შეძლო საგანგებო ტრანსპონდერის გააქტიურება, მისი პირველი შეტყობინება მარტივი და ძლიერი იყო. მან გაგზავნა შეტყობინება, ღმერთი კეთილია. იმ იზოლაციისა და საფრთხის მომენტში მისი რწმენა და ბრძოლის სული გამოიკვეთა. ნახეთ, ის ჩამოაგდეს პარასკევს, წმინდა პარასკევს. და ის იმალებოდა ბნელ მღვიმეში, ნაპრალში, მთელი შაბათი. და საბოლოოდ ის გადაარჩინეს კვირა დილით. ის ირანიდან გაფრინდა, როცა მზე ამოდიოდა, აღდგომის კვირა დილით. ხელახლა დაბადებული პილოტი ყველა სახლში და უსაფრთხოდ, ერის სიხარულშია. მტრის ცეცხლისა და დაუნდობელი პირობების მიუხედავად, ჩვენს ჯარს ყველა ამერიკელის სახლში დააბრუნა. არც ერთი ამერიკელის სიცოცხლე არ დაკარგულა. ჩვენ არავის სტოვებთ უკან და ეს უბრალოდ იღბალი არ არის. ეს არის შეუდარებელი ცორთნის, უმაღლესი ტექნოლოგიების, ურღვევი მეომრული ეთოსისა და ამერიკული სუფთა მიზანდასახულობის შედეგი. ტაქტიკამ, ოპერატორებმა, პილოტებმა და დამხმარე ჯგუფებმა თითქმის სრულყოფილად იმოქმედეს მტრის ცეცხლის ქვეშ და ისინი მომაკვდინებლები იყვნენ. საკმარისია კითხოთ ნებისმიერ ირანელ ჯარისკაცს, ვინც სცადა იმ პილოტთან მიახლოება მანამდე, ან იმ მისიის დროს. სიკვდილი ზემოდან მოდის. ჩვენმა ჯარებმა პოტენციური ტრაგედია გადააქციეს ამერიკული სიმტკიცისა და შესაძლებლობის დამაჯერებელ დემონსტრაციად. ასე გამოიყურება ბრწყინვალება უნიფორმაში. მაგრამ არ შეგეშალოთ, ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა პრეზიდენტ დონალდ ჯეი ტრამპის მამაცი ლიდერობისა და ურყევის სიმტკიცის გარეშე. იმ წამიდან, როცა ჩვენი მფრინავები ჩამოვარდნენ, პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად თქვა, რომ არავის დავტოვებდით უკან. პირველი მისია, ორიდან პირველი, იყო დღისით განხორციელებული პირდაპირი შეტევა. ის დამკისდა 2 საათზე ნაკლებ დროში, იმ მომენტიდან, როცა ის პილოტი ეშვებოდა და ვიცოდით სად იყო და ეს დამკიცდა ღამის შუაგულში. რადგან ვინც კი ოდესმე ამ კაცთან უმუშავია, იცის, რომ ის ღამის შუაგულში ფხიზლობს. დაუხოვნებლივ დამტკიცდა, ყოველგვარი ხოხმანის გარეშე, თამამად. მეორე მისია, როგორც კი გავიგეთ სად იყო ის პილოტი და ჯონმაც ნამდვილად შეუწყო ხელი ამას, ასევე დაუყოვნებლივ შესრულდა. იცი, მე შევხედე ჩემს ეკრანს, როცა საბოლოო მისია დასრულდა ჩვენს კიპში, ჩვენს უსაფრთხო ობიექტში და გქონდა მიმდინარე ვიდეოკონფერენცია, აქტიური კოორდინაციის ჯგუფი და ზემოთ ეწერა 45 საათი და 56 წუთი. 45 საათი და 56 წუთის განმავლობაში ეს ზარი ღია გქონდა კოორდინაციისთვის. იმ მომენტიდან, როცა ჩვენი პილოტები ჩამოვარდნენ, ჩვენი მისია დაუღალავი იყო. ზარი არასდროს გათიშულა, შეხვედრა არასდროს შეჩერებულა, დოს შეჩერებულა, დაგეგმვა არასდროს შეწყვეტილა, არასდროს გაჩერებულა. პრეზიდენტმა სწრაფი და გადამწყვეტი მოქმედება მოითხოვა. მან მტკიცე გადაწყვეტილებით მხარი დაუჭირა ჩვენს ჯარს. უარი თქვა დაეშვა, რომ მტრის პროპაგანდას ან დროებით წარუმატებლობას ჩვენი мотиваცია დაეკარგა.
მისმა ლიდერობამ უზრუნველყო, რომ ყველა სასიკვდილო და არასასიკვდილო რესურსი გამოყენებულიყო და ჩვენს ძალებს ქონოდათ საჭირო უფლებამოსილება და მხარდაჭერა გამარჯვებისთვის. როცა პრეზიდენტი ამბობს, რომ ხარს უჭერს ჩვენს მებრძოლებს, ის ამას სერიოზულად ამბობს და ეს ბევრს ნიშნავს, რაც დიდ განსხვავებას ქმნის ბრძოლის ველზე. პრეზიდენტი ტრამპი კარგად ესმის, რომ ძალის მეშვეობით მშვიდობა უბრალოდ სლოგანი არის. ეს არის დოქტრინა, რომელიც ამერიკელების სიცოცხლეს იცავს. მისი უხევი ერგულება ჩვენი შეიარაღებული ძალების აღდგენისა და მებრძოლის სულის დაბრუნების მიმართ ასეთ მისიებში შედეგებს იძლევა. თქვენი ხელმძღვანელობით შეერთებული შტატები თავდაჯერებულად ავლენს ძალას და ჩვენს ხალხს გამარჯვებით აბრუნებს სახლში და ეს დღემდე გრძელდება სხვათა შორის. პრეზიდენტის ბრძანებით დღეს ამ ოპერაციის დაწყების შემდეგ ყველაზე მასშტაბური შეტევები განხორციელდება, ხვალ კი დღევანდელზე კიდევ უფრო მეტი. ამიტომ ირანს აქვს არჩევანი. აიჩიეთ გონივრულად, რადგან ეს პრეზიდენტი ხუმრობას არ აპირებს. შეგიძლიათ კითხოთ სოლეიმანს, შეგიძლიათ კითხოთ მადუროს, შეგიძლიათ კითხოთ ხომეინის. გმირებს, რომლებმაც დაგეგმეს და განახორციელეს ეს გადარჩენები, თქვენი ერი პატივს მიაგებს. აღფრთოვანებული ვარ, პრეზიდენტი გაოცებულია. ჩვენ ყველა ვაფასებთ თქვენს პროფესიონალიზმსა და სიმამაცეს. ჩვენ აქ ვართ, რათა მოგემსახუროთ. თქვენ განასახიერებთ ამერიკის საუკეთესოს, გადარჩენილ მფრინავებსა და მათ ოჯახებს კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სახლში. თქვენი სიმამაცე, გამბედაობა და გამძლეობა, ჩუმირწმენის განცხადება ქარიშხალში, ყველას ვინერგავს შთაგონებას. ღმერთი ყოველთვის კეთილია. და ჩვენს მოწინააღმდეგეებს, რომლებიც თეირანიდან გვიყურებენ, ეს იყოს მათთვის ნათელი გზავნილი. შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ დროს სწავა, რათა დაიცვას ჩვენი ხალხი და შეასრულოს მისია. ჩვენ მოქმედებთ სიზუსტით. ცის კონტროლი. ხედავთ? 7 საათი დღისით ირანის თავზე ვფრინავდით, რომ პირველი პილოტიც ამოგვეყვანა. და 7 საათი ღამით ვფრინავდით, რომ მეორე რამეც მიგვეღო. და ირანმა აბსოლუტურად არაფერი გააკეთა ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიბრძოლეთ ღირსებით და გავიმარჯვეთ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ჯარები, ღმერთმა დალოცოს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები.